ანუ ნახეთ რა ხდება. ესე იგი, რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? აი ამ ფოტოზე, ფონად რომელიც გვაქვს აი ეს ფოტო, გვინდა აი ეს ფოტო დავაგდოთ. მარტო აი ეს Big Ben-ის საათია თუ რაც არის. პირველი ვარიანტი. კი ბატონო. Control plus-ით მოიტანთ ახლოს. ან ეგ ახლოს მოტანა, მაგრამ თუ თქვენ გაზდას ამბობთ, აქ არის ეგეთი რაღაც, მაგალითად image size, ხო? რამდენიც არის size ზომა. აი აქ, მაგრამ ეს თვითონ რო გაზარდო ზომა რამდენად, აი ახლა მაგალითად რო ვთქვათ, რომ ეს 970-ის ნაცვლად იყოს 1000, ну შეიძლება სავარაუდოდ, ხო? მოიცა? ეს იყო აი ამით, აი crop tool-ით. აი რამდენიც მინდა მაგალითად შევაპატარავებ. ვთქვათ, ამდენი მინდა crop tool-ი. და აი აქ დავეთანხმები და უკვე დამრჩება აი ეს ნაწილი. Control-Z-ით დავაბრუნებ უკან. ან Windows-იდან გამოვიძახებ history და ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვები უკან აი აქ. History-ს არის აი ეს ვარიანტი და უკან დავბრუნდები ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ეს. აი თუ იყო crop tool-ით ესე. ეგ როგორ თქვენ რას მეუბნებით? კი ბატონო, მოდი ეგ შემოვიტანოთ, ჯობია, მაშინ ეგრე გავაკეთოთ. ეს რა იყო, იცი, აი მაგალითად, ეს იყო გაზრდილი ესეთნაირად. აი ეს რო ფონზე გადავიტანო, ეხლა მე ნახეთ, მოდი ესეც ჩამოვაგდოთ და აი ამ ფონზე რო გადავიტანო, აი თეთრი ფონი არის იყო სადღაც. აი ხო. აი ამ ფონზე რო გადავიტანო. და ეს რო იყოს გაზრდილი. მოვკიდებ ხელს ამას პირდაპირ გადავაგდებ აი აქ, ეს რო პლანეტა იყოს ახლა, აი პირდაპირ გადმოვაგდე ეს აქეთ. აი ესე. და ამან ხო არ დაფარა ახლა ეს ნაწილი. ამისთვის არის კი ბატონო, Control T. რო გავზარდოთ მასშტაბირება. ან ეგ იყო edit, ანუ რედაქტირება და აი აგერ free transform იგივე Control T. ამით ახლა აი ესე მოვკიდებ ხელს და გავზრდი. ან ჯობია რომ Shift Alt კლავიაში გამოვიყენოთ, რომ აი ნახე ყველა მხრიდან გაიზარდოს, ხედავ? აი ყველა მხრიდან, აი ეს. ხო. აი ესეთნაირად. ანუ Control T-ით მასშტაბირებას ვაკეთებთ. კი ბატონო, ეხლა მე მინდა რომ ეს სურათი გადმოვიტანო აი აქეთ. პირველი ვარიანტი ის რომ მოვკიდებ ხელს და მთლიანად, ოღონდ აი ამ ხელსაწყოთი, აი ამ პირველი ხელსაწყოთი, სხვანაირად ვერ გადმოვიდა. მოვკიდოთ ხელ გადმოვათრიოთ აქეთ. რახან დიდი არის, ამასაც მასშტაბირება მოუწევს Control T-ი, ან მოდი იყოს ჯერჯერობითაც და ჩვენ ფონი გვინდა მოვაცილოთ, ხო? ერთი ვარიანტი აგერ არის საშლელი. მოდი Control T-ი დავაპატარავოთ, რომ უკეთესად აღვიქვათ. ისევ Shift Alt-ით დავაპატარავეთ, გავუშვებ მე ხელს Shift Alt-ს, რომ ზემოთ ავწიო. კიდე Shift Alt-ით და შემდეგ ესე დავაპატარავებ. ამას ვერ აკეთებდით? შემდეგ ახლა ნახეთ, ამას მინდა ფონი მოვაცილო. პირდაპირ გადმოვაგდე ახლა ეს მე და ფონი უნდა მოვაცილო. პირველი ვარიანტი რო აგერ არის საშლელი. აი ეს საშლელი. და წავშლი აი ესეთნაირად. ოღონდ ნახე ამაზე უნდა ვიდგე ამ ლეიერზე. მე რო აქ ვიდგე ფონზე, ნახეთ. აი აქ, ამას დააკვირდით. აი ფონია, ფონზე ვდგავარ მე, ნახე. მაშინ კი ვერ წაშლი ამას, ნახე, მაშინ ფონი წაიშლება. აი აქ თვითონ ამ ლეიერზე უნდა იდგე შენ. ან თუ ვერ არჩევ ლეიერებს, როგორ უნდა მიხვდე რომ თვითონ ამ ფოტოზე დგა ხარ? აი პირველი ხელსაწყო აიღე და ამ ფოტოზე დააწკაპუნე და გადაადგილე. ავტომატურად გადახტები აი აქ. ოღონდ მონიშნული უნდა იყოს auto select-ი აი აქ, ნახეთ. auto select. თუ ეს არ არის auto select-ი მონიშნული, მაშინ ავტომატურად არ მოინიშნება თითეული ობიექტი. მოკლედ ესე იგი ამაზე ვდგავართ, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ავიღოთ საშლელი და აი წავშალოთ, მაგრამ ესე რო არ ვიწვალოთ ჩვენ, ესე ჩვენ ვიცით ერთი ესეთი ხერხი.
ჩვენ ვიცით ერთი ესეთი ხერხი. ეხლა ნახეთ რომელ ხერხია საუბარი. ნახეთ ვერ გავიგე? ხო. არაფერი, უბრალოდ აი აქ აირჩევ საშლელს, აი ეს არის საშლელი. აქ აირჩევ საშლელს ერთ-ერთი ეს არის erase tool. შემდეგ ამას აქვს ესეთი რაღაცა, ნახეთ მეორე, magic erase tool. Magic erase tool რას ნიშნავს? ნახეთ. რომელი ტონალობაზედაც დააწყაბუნებ, იმ ტონალობას წაშლის ერთბაშად. აი ეს magic erase tool, აი ეს. ძალიან მარტივია ამით მუშაობა. აი ეს. და ამას წაშლი აი ესეთნაირად, აჰა. რაც დარჩება მერე, ეხლა რაც დარჩება მერე, ხო? უკვე იმ მეორე საშლელს გამიჭრო. ეხლა ნახეთ, ეს არის ერთი ტონალობის ფერის წაშლა და აი ეხლა აი აქ იმ magic erase-ით გაგიჭირდება. ამიტომ რომ ერთი ტონალობის ფერი არ არის აჭრელებული ფერები. ამიტომ ეხლა ამას გამოიყენებ პირველივე ხელსაწყოს, ნახეთ. აი რაც ზედმეტია ერთბაშად წაშლი, აი ესეთნაირად. აი ეს და მივიღებთ აი ამ სურათს. ეს პირდაპირ მე არ წამიშლია ბოლომდე თორე შენ წაშალე კაცო. აი ბოლომდე არ წამიშლია მე თორე მიყევი და წაშალე ახლა რაც გინდა აქედან აი. მერე დაბრუნდი კონტროლ Z-ით უკან თუ Z-მეტი მოგეშალა კონტროლ პლუსით ახლოს მოიყვანე. ან history, აგერ არის history. აი Windows-დან გამოიძახეთ ისტორია და აგერ აი დაბრუნდით ნაბიჯ-ნაბიჯ უკან, აჰა. აი აქედან დაბრუნდები ნაბიჯ-ნაბიჯ უკან. მერე მეორე კონტროლ პლუსით ახლოს მოიტანეთ აუცილებლად, რომ არ გაგიჭირდეთ მუშაობა. ეხლა ნახე კონტროლ პლუსით ახლოს რომ მოვიტანე, ეს ფუნჯიც გაიზარდა შესაბამისად, ხო? ჯერ ახლა ნახეთ აქ როგორ ზუსტად მოერგო ეხლა აი ამ ზედმეტ ნაწილს, აი, დავაწყაბუნე წაიშალა, მაგრამ აი აქ ხო ვერ მოვარგებ რაღაცნაირად, ხო? ავდგები და აი ამ ფუნჯს, აი აქედან შეხედეთ, დავაპატარავებ ზომას, აი ზომას შევუმცირებ, აი აქედან. აი პატარა გახდა ეს ფუნჯი. აი ავდგები და ნახეთ. აი ასე ამ პატარა ნაწილაკებს ესე წავშლი რა. აქაც თუ რამე არის, დიდ კლავიშს დააჭირეთ ხელი, დიდი კლავიში რა პრაბელს რო ეძახით. და ნახეთ ხელად გადაიქცევა კურსორი და აი ესეთნაირად აი იმუშავეთ, აი ნახეთ, გადაიტანთ, გადმოიტანთ. აი ამ იმას, ან აგერ აქედან ამუშავეთ. აი ამ იმით. მოგეთ აი ეს არის, რა ვიცი, აქ არაფერი ისეთი სირთული არ იყო რა. აი ეს ხონდა მე საშლელი და მაგითო წაიშალა ეს. მოდი უკან დავბრუნდე. აი ეს პირველი ის, ხო, პრინციპში რაც არ უნდა ყოფილიყო, აი ესე გადაადგილებთ, აი. პრაბელს დააჭერ ხელს. კურსორი გადაიქცევა ხელის ფორმად და უბრალოდ მაუსით აი ესე უახდენთ ასე. არა, მე უკან კონტროლ მინუსი. კონტროლ მინუსი. კონტროლ პლუსით მოდის ახლოს. კონტროლ მინუსით მოდის უკან. ან გითხარით მე რომ Windows-დან აქ არის ესეთი რაღაც ნავიგატორი, ნახეთ. ნავიგატორი აი ამით მოდის ახლოში. აი ამ წითელი ჩარჩო რომ არის აქ აქედან გადაადგილდებით და ნავიგაციას გააკეთებთ, რა დეტალიც გინათ აი აქ. ამით მე უკვე სასურველ მდგომარეობაში დააბრუნებთ, აი ეს. ანუ აი აქ ახლა იგივეს გავაკეთებ, აი მაგალითად. ეს აქვე შეგეძლო გაგეკეთებინათ. სანამ პირდაპირ გადააგდეთ. აქვე იგივე ვარიანტია, ნახეთ. აქაც იგივე ვარიანტი არის. აი ბევრი ჩვენ ნახეთ რომ აქედანაც შეგვიძლია, ნახეთ აი ეს quick selection-იან magic wand-ი. აი ეს. ნახეთ მოინიშნება ეს ლურჯი ფერები. ანა quick selection-ი ჯობია, იმიტომ რომ ერთი ტონალობის ფერი მაინც არ არის. აი ნახეთ quick selection-ით. აი აქ გადაატარებ ლურჯ ფონზე. ან თუ გინდა თვითონ ამ საათზე გადაატარებ quick selection-ით. ნახეთ, მოდი ახლოში მოვიტანოთ. ახლოში მოვიტანოთ აი ეს. აი ზუსტად ამაზე, ნახეთ, ზუსტად ეს რომ მოვნიშნოთ, აი ესე. მაგრამ
არაფერი გადაატარებ აი ამაზე. თუ არა და თუ უბრალოდ თვითონ ფონი მონიშნეთ, აი ამ შემთხვევაში ფონის მონიშნა ჯობია. აბსოლუტურად, აი ფონის მონიშნა ჯობია. და ნახეთ აი აქ აიღებ მინუს ნიშანს. აი ესე. აქაც აი ესეთნაირად. და მერე უკვე ნახეთ, ეხლა აქ ფონია მონიშნული, ხო? ჩვენ გვინდა ფონის მონიშნა კი არა, თვითონ აი ამ საათის და იმ შენობის, ხო? ნახეთ, select inverse შეაბრუნე მონიშნაო. რატო? იმიტომ რომ მე ხო მონიშნული რაც არის, უნდა წამოვიღო, ნახეთ, ეხლა რომ მოვკიდო ეს ხელი გადმოვიტანო, ნახე მონიშნული მოდის. აი ეს ფონი მოდის, ხედავ? მე მინდა თვითონ შენობა, ხო? ამიტომ მონიშნა შევაბრუნოთ. select inverse. აი ამ შემთხვევაში უკვე ნახე შენობა მოინიშნა. ეხლა მოვკიდებ ხელს და გადმოვიტანდა შენობა. გადმოვა აი აქ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა კიდე ერთხელ აღვნიშნავ, თუ ესე არ მოგეწონათ, აი ეს პირდაპირ წამოიღეთ ყველა იმის გარეშე, ჩვეულებრივ სურათი გახსენით, ხო? მოვკიდეთ ხელ და თავის ფონიანად წამოიღეთ. და მე როგორც აქ ვიმუშავეთ, ეს აღარ გვჭირდება, როგორც აქ ვიმუშავეთ, მე ისე გავაკეთოთ ჩვეულებრივ აი ნახეთ, იგივე ხელსაწყოები აქ საშლელიდან. ან აი ეს ნახეთ, აქ საშლელიც გინდა საშლელი გამოიყენე, ეს მეჯიკია ეს და დააწკაპუნე და წაიშლება. გინდაც აი ეს ხელსაწყო. Magic Wendy. ბრაკის ის უბრალოდ წაშლის ეს მონიშნავს. თუ მონიშნავს, ხო, აგერ delete კლავიშით წაშლი. მონიშნავ ფერს. აგერ delete კლავიშით წაშლი. ჯობია ყოველთვის მოიტანოთ Ctrl პლუსით ახლოში და ნახოთ რას აკეთებთ. Ctrl D მონიშნის მოხსნა. მოკლედ აიღეთ აი ეს ხელსაწყო. აი ეს Magic Erase და ასე წაშალეთ Z11 ფონი. ეს და ისა ჩვენ კიდე რა გავაკეთეთ? ამის გარდა კიდე გავაკეთეთ ჩვენ რაღაცა. ყინულის ეფექტი იყო, AS იყო და კიდე გავაკეთეთ ერთი რაღაც თუ არ ვცდები. და პირად ახ ну, აი ნახავ მე გავიხსენებ. მოკლედ აი ეს ვარიანტი, რაც არ წაიშლება ამით, კიდე ერთხელ აღვნიშნავ, უკვე პირველი ხელსაწყო erase წაშლით, აი ამ ყველაფერს. ეს ახლა ნახეთ ეს რატო არ იშლება ახლა? აი რატო არის იმის, ანუ ეს ამისი არ არის, იმიტომ რომ ნახეთ დარწმუნდით, აი რომ მოვკიდე გადავაადგილებ აი ამას. ამას არ მოყვებ, ესე იგი ეს ამ ლეიერზე არ არის ეს ლაქები. ამიტომ ეს რო გავიგოთ რომ მე ლეიერზე, ნახეთ პირდაპირ ლაქაზე დავაწყაპუნოთ. აი, გადმოვხვდით აი ამ ლეიერზე. მოვკიდებ ხელს საშლელს და უკვე ნახეთ ამას თავისუფლად წავშლით ეს. მოკლედ და Ctrl, ესე იგი Ctrl მინუსით დავაბრუნებ თუ Ctrl პლუსით მოვიტანთ ახლოს, აუცილებლად ის Ctrl მინუსით უნდა დავაბრუნოთ. აქ Ctrl T არ მუშაობს უბრალოდ. აი ახლა ეს მაგალითად რახან დიდი ამას Ctrl პლუსი, Ctrl მინუსი არ უშველეს, იმიტომ რომ ნახეთ Ctrl პლუსით მოვიტანე, Ctrl მინუსით დავაბრუნე, იგივე ზომა დარჩა, ხო? აი ეს. აი ამ შემთხვევაში უკვე Ctrl T გვინდა ჩვენ. ან იმ edit-დან free transform -i. და ამის შემდეგ უკვე Shift Alt-ის დახმარებით აი ესე ზომა შევუცვლით და დავეთანხმებით ან enter-ით, ან ამ თოლიას ნიშნით აი არ და მივიღებთ აი. კი, როგორ არა, ჩაწერილია. მოკლედ რა? ვერ გავიგე რა უნდა გავიაროთ. ხო, ახლა მაგას ვნახავთ, კი ბატონო, ხო. კაი, მოკლედ ეს რაც შეეხებოდა ამ სურათებზე მუშაობას. კარგით ბატონო. ეხლა მოდი გავხსნათ ახალი პანჯარა.
თქვენთან დავალებაში მოცემული იქნება, რომ როცა ახალი ფანჯარა გაიხსნება, იქ უნდა მიუთითოთ ზომებიო, რომ ესა მიკროფონები გამორთეთ, რომ რა ხმაურს იწერს მერე და თქვენთვისაც ცუდი იქნება. ანუ ნახეთ. ესე იგი, მიუთითეთო ზომებიო. Visit და height, ანუ აი აქ ნახეთ, მაგალითად შეიძლება იყოს მითითებული, რომ გააკეთეთ წარწერაო 1200 1000-ზეო, ანუ 1200-ს აი აქ ზემოთ ჩაწერთ და აი 1000 ეს 12000 გამოვიდა. 1200, 1000-ზე. აუცილებლად უნდა მიუთითოთ, იქ რაც იქნება მითითებული, იმას მიუთითებთ თქვენ. აი 1000-ზე. თუ არის პიქსელი მითითებული, პიქსელს მიუთითებთ, თუ არა და ჩამოშლით და ინჩები იქნება სანტიმეტრი, მილიმეტრი თუ ასე შემდეგ, იმას მიუთითებთ. ამ შემთხვევაში მოდი პიქსელი ავიღოთ ჩვენ სტანდარტულად და პიქსელს მიუთითებთ. რეზოლუცია რაც იქნება მითითებული, 300 იქნება თუ რაც იქნება, იმას მიუთითებთ. CMK იქნება თუ RGB იქნება, ძირითადად ამას უთითებთ CMK-ს ან RGB-ს. და ბექგრაუნდი იყოს თეთრით და მე თუ გინებათ ჩავასხათ სხვა ფერი. სათაურად აი აქ დავარქვათ, ეხლა ამ შემთხვევაში არ არის დარქმეული და მოდი დავარქვათ IC effect. აი ეს. ამ შემთხვევაში უკვე ყველაფერი პარამეტრები იქ რაც იქნება მოცემული შევიყვანთ და create ღილაკით დავეთანხმებით და შევქმნით იმ პარამეტრის ასე ვთქვათ, სამუშაო არის. აი ამ შემთხვევაში უკვე ნახეთ, ეს არის, ეს გავთიშოთ არ გჭირდება. აი ეს არის ის სამუშაო არის, რაც ჩვენ მიუთითეთ 1200-1000-ზე 300 გაფართოებული რეზოლუციით და დაუტოვეთ ბექგრაუნდის ფერი თეთრი. მაგრამ თუ არ გვინდა რომ ბექგრაუნდის ფერი თეთრი იყოს, უკვე აი აქედან ავირჩევთ ფერს, ამ შემთხვევაში იყოს მაგალითად შავი ფერი. თუ სხვა ფერი იქნება არჩეული აქედან მაგალითად შავ ფერს ავირჩევთ აი აქ, ან შეგიძლია 6-0 არის, სუმცლად შავი ფერი და ოკეი ღილაკის დაწყებუნებით ჩვენ ავირჩევთ აქ შავ ფერს, მაგრამ აქ რო ფერი ჩავასხათ უკვე მე შემიძლია აი ამ ხელსაწყოთი აი აქ. აი ამ ხელსაწყოთი ავიღო და ჩავასხა ფერი. ან კლავიატურის კომბინაციით და ზოგადად ჯობია კლავიატურას მიეჩვიოთ, ეს არის Alt Backspace. ანუ აქაც მე გითხარით ადრე რომ ნახეთ, არის ორი ფერი, წინა ფერი, შავი და უკანა ფერი თეთრი. მე თუ მინდა უკანა ფერი ჩავასხა, Control Backspace არის, ხოლო წინა ფერი Alt Backspace. ან შემიძლია აი აქ ესეთი კუთხოვანი ისრები რო არის, გადავცვალო ეს ფერები, ამას დაწყაბუნებით, ნახეთ. წინა ფერმა გადმოინაცვლოს წინ, თეთრი გახდეს წინა ფერი, ან თუ დავაწყაბუნებ იგივე, ანუ ეს ფერითა ცვლილება მოხდება აი აქ. კი ბატონო, მოკლედ. ანუ ფერი ხო, ფერს აირჩევ, ხა მე მაგალითად არ მინდა შავი ფერი, ხო, მინდა სხვა ფერი ავიღოთ. აი ეგ დავაწყაბუნებ, აქ რომელი ფერსაც, აი თქვა წითელი ფერი მინდა, ხო? ფერს დავაწყაბუნე ხო წითელ ფერს, მაგრამ მაგალითად მინდა ყვითელი ფერი, ხო? მე აი აქ რო დავაწყაბუნო ყვითელ ფერს. და ოკეი მივცე ყვითელი ფერი, ნახეთ? აქ არის აი აირჩევა აქ ყვითელი ფერი. მაგრამ ყვითელი ფერის ტონალობას უკვე, შენ ტონალობას უკვე აქეთ ირჩევ მე, აი. რაღაც ტონალობაში. მიხდი? აი მაგალითად შავი ფერი ავირჩიე მე, ხო? მაგრამ თლად შავი არ მინდა, უკვე ტონალობას ვირჩევ აქედან. აქედან ლურჯი ფერი მინდა, ავირჩიე ლურჯი ფერი, მაგრამ უკვე ტონალობაში ესეთი ლურჯი ფერი მინდა, ესეთი ლურჯი ფერი მინდა, ესეთი ფერი მინდა თუ მუქი ლურჯი თუ ღია ლურჯი უკვე აქედან ვირჩევ აი ამ მაუსით. მიხდით? აქედან უბრალოდ მე აქ არის კიდევ აი მე გითხარით თქვენ არის ფერების ბიბლიოთეკა და 1000 ბევრი ფერებია რა, ასე ვთქვათ, აი აქედან ჩამოყვები და რა ფერიც გინდა იმ ფერს აირჩევ ტონალობის მიხედვით. მე თუ მინდა დავბრუნდე ახლა შავ-თეთრ ფერზე, უკვე ნახეთ ზემოთ რო არის აი ეს. ამაზე დავაწყაბუნებ, აი შავ-თეთრ ფერზე დავბრუნდები ავტომატურად შავ-თეთრ ფერზე. იყოს შავი ფერი, ან თქვენ რა ფერიც გინდათ სახში მოსინჯეთ და უკვე ავიღოთ აი აქ ხელსაწყო და ხელსაწყო, რომელიც არის უკვე წარწერის ხელსაწყო. ეხლა მე მაქვს
2020 წლის პროგრამა ეს და როგორც კი დავაწყაპუნებ, ავტომატურად წერს რაღაც ტექსტს. ლორემ იფსუმს. აქ არ ჩანს ახლა ეს ტექსტი. რატო? იმიტომ რომ შავ ფონზე არის შავი წარწერა. საიდან ხვდები რომ შავი წარწერაა? აი აქ, ნახეთ, ეს არის წარწერის ფერი შავი. ან აქ თუ დავაწყაპუნებ აი ამ ადგილზე. გამოდის აი ამ ბეჭდის პარამეტრები რა. ნახოთ ეს რომელია? აი აქ. ესეთ უნდა გაი ეს არის, ნახეთ. გამოდის ბეჭდის ეს პატარა ფანჯარა. საიდანაც ვირჩევთ მაგალითად რას? სტილებს, შრიფტის სტილებს, აი ფონტის სტილებს ვირჩევთ აქედან. კი ბატონო, აი გეტყვით. აი აქ ზემოთ გავთიშამოდი, აი აქ ნახეთ, აქ არის, ანუ მე ხო გითხარით რომ ყველა ხელსაწყოს რომელსაც აირჩევთ, ნახეთ, აი თქვათ ავირჩიეთ აი ეს, ხო? აქ დამხმარე პანელი იცვლება აბსოლუტურად, აი. დამხმარე პანელი სულ სხვა რაღაცა გაკეთდება. აი ამას ავირჩევთ, დამხმარე პანელი აქ აი შეიცვლება. ამას ავირჩევთ, აი დამხმარე პანელი შეიცვლება, აი აქ. ეხლა ავირჩიე მე ტ ხელსაწყო. აი დამხმარე პანელი ზემოთ შეიცვალა და მისთვის დამხმარე საშუალებები გამოჩნდა. ერთ-ერთი არის აი ეს. აი, დავაწყაპუნე აქ და გამოვიდა ეს პარამეტრები. რა პარამეტრებია ეს? პირველი, საიდანაც შემიძლია ავირჩიო სტილის, ფონტის სტილი, რა ფონტის სტილიც მინდა რომ იყოს. ნუ ერთ-ერთი ავირჩიოთ მაგალითად. ამ შემთხვევაში სტანდარტული სტილი. თუნდაც აი ეს მუქი სტილი იყოს, აი, მაგალითად აი ეს. მერე მისი ზომა, აი აქ. ზომას ვირჩევ, რა ზომა მინდა იყოს. რა ფერი, აი აქ უკვე ფერი, ნახე, color, რა ფერი მინდა იყოს. დახრილი მინდა იყოს. მუქი მინდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ვირჩევთ აი აქედან 1000 პარამეტრებს, აი ამიდან რა. ეხლა აქაც რა წარწერა მაქვს მე გაკეთებული, აი ნახეთ, წარწერა არის გაკეთებული, უბრალოდ არ აჩანს, რატო? შავი ფერის წარწერა, შავზე და არ გამოჩნდება. აი ამიტომ ეხლა მე აქ დავაწყაპუნებ. ამ პირდაპირ აქედანაც შეიძლება და მივცემ თეთრ ფერს. აი თეთრი დავაწყაპუნე ეხლა აი აქ მე. გამოვიდა ფერთა ის, აი ნახეთ თეთრი. ან მთლად იდეალური თეთრი რო ავიღოთ 6 F უნდა ჩავწეროთ. აი თეთრი ფერი და გამოჩნდა უკვე. ანუ ხშირია ხოლმე რომ როცა რაღაცას დაწერენ და არ ჩანს, იმ ფონის ფერის წარწერა წერენ და მაგით არ აჩანს. ახლა შავი შავზე არ ჩანდა, ეხლა კი გამოჩნდა. აი ამ თოლიას ნიშნით დავეთანხმები. მე ხლა რომ დავაწყაპუნე ეს თვითონ დაწერა ამ ახალმა პროგრამამ შემოთავაზა, მაგრამ თქვენთან შეიძლება ეს არ გააკეთოს. არ დაწეროს. ამიტომ მოდი ავიღოთ და ჩვენ თვითონ დავწეროთ. აი ავიღოთ ხელსაწყო. ავიღოთ თავიდანვე ფერი. ან აქედანაც შეიძლება თავიდანვე ფერის აღება. აი იყოს თეთრი ფერი. ოკეი. და მე ამას წავშლი. აი ჩავაწყაპუნებ და აი ამას წავშლი აი აქ. ეს არ მჭირდება, მე დავწერ მე თვითონ. აი მაგალითად. აი ესე შავად იწერება, არა უშავს. ეხლა ნახე შავად იწერება. ეხლა ნახე ორჯერ დავაწყაპუნებ აქვე. ნუ 10 წუთში კიდე შემოდით. აი ორჯერ დავაწყაპუნებ. და ის გადაინიშნა ეხლა ეს წარწერა, ხო? აი აქედანვე უკვე შევუცვლი ფერს. აი შევუცვლი ფერს. თეთრი იყოს. აი გამოჩნდა, ოკეი. აქაც დავეთანხმები. ავიღებ პირველ ხელსაწყოს, აი ამ გადასატან ხელსაწყოს. მოვკიდებ ამ წარწერას ხელს და წამოვიღებ აქეთ. ეხლა კიდე მინდა გაზრდა, ხო? Ctrl T ან edit-დან transform-ი, free transform-ი ან აქ transform-ი შეიძლება და უკვე აქ ნახეთ
scale, rotate და skew, ანუ scale გაზრდა, rotate დატრიალება, skew გადახრა. ეს scale იგივე control T ამ შემთხვევაში და ესეთი რაღაც გაუჩნდება. აი, shift alt-ის დახმარებით გავზრდი სიდიდეში. და აი აქ დავეთანხმები აი ამ ნიშნით. ნუ მაწყობს მაგალითად ეს ზომა, ხო? კი. ანუ control T-ს რო გავაკეთებთ, ეხლა shift alt-ი რაში გჭირდება კიდე ერთხელ. მე თუ shift alt-ის გარეშე დავაპატარავებ, უბრალოდ ერთი მხრიდან დაპატარავდება, მიხვდი? და ერთი მხრიდან გაიზრდება. უბრალოდ ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, კი ბატონო, მარტო ასე გააკეთე, მაგრამ shift alt-ით ნახე ორი ყველა მხრიდან იზრდება, აი ახლა ერთბაშად ყველა მხრიდან პატარავდება. ხო, რა თქმა უნდა. აი ესე. მერე ჯერ პირველი მაუსს გავუშვებ ხელს. და მერე გავუშვებ shift alt-ს, რომ ეს დარჩეს ზომად. და აი აქ ნახეთ, დავეთანხმებით თოლიას ნიშნით. ესე იგი, წარწერა მივიღეთ. ეხლა მოდი ის პარამეტრები და რაღაცეები განვიხილოთ. რაც მოცემული არის, ეს ზედმეტები აღარ მჭირდება, ეს დავხურავ, აი ეს ზედმეტები არ მჭირდება და აი აქ ნახოთ. ეხლა ერთი ვარიანტია, მოდი აქ თქვენ თუ იმ ვიდეოს უყურეთ, მე რომელიც ჩაგიგდეთ, იქ იყო გამოყენებული ქარის ეფექტი, იყო გამოყენებული რაღაცა სტილები და ასე შემდეგ, ხო? მოდი მაგალითად ეხლა ეს ორივე ნახეთ, ავტომატურად როცა შენ ირჩევ ტეხელსაწყოს, ავტომატურად იქნება ცალკე ლეიერი. წარწერისთვის. მოდი ესენი გავაერთიანოთ Ctrl E კლავიატურიდან ან ახალ ლეიერებზე არის საუბარი. შევდივარ მისთვის განკუთვნილ მენიუში layer და merge visible and merge down. Ctrl E იგივე. გაერთიანდა ეხლა აი ეს. merge არის გაერთიანება რა. აი აქედან ლეიერებიდან და merge რომელიც გინდა აირჩიე, გინდა ერთი, გინდა მეორე, ხო? აი აქ merge არის გაერთიანება. თუ არ და კლავიატურიდან Ctrl E და გაერთიანდება ეს ორი ლეიერი. ეხლა ნახეთ რა ხდება. გამოყენებული იყო ქარის ეფექტი, ანუ რატო იყო ქარის ეფექტი? აი ლოლოებივით რო დაეკიდოს რა, რახან ყინულის ეფექტს ვაკეთებთ, ხო? ლოლოების ეფექტი რო განვიხილოთ, ამისათვის აქ არის ესეთი რაღაცა, ნახეთ ფილტრებში. არის სტილი და არის wind. ნახეთ? აი ესეთი. მაგრამ ეს ახლა ესე პირდაპირ რო გავაკეთო, ნახეთ როგორ იქნება გვერდიდან გაუჩნდება ეს. და არა თითქოს ქვემოთ არის ჩამოკიდებულიო. ამიტომ ქვემოთ რო იყოს, როგორ გავაკეთოთ, შეხედე Ctrl Z-ით უკან დავბრუნდები, ჯერ წარწერას შევატრიალებ, ნახეთ? Image rotate და აი ეს 90 გრადუსით შევატრიალებ. ეს შეიძლებოდა აქედანაც, ნახეთ? Ctrl T, მაგრამ Ctrl T ამ შემთხვევაში მთლიანად ამ საიტს მას გაუჩნდებოდა, რა ქვია. იმიტომ რომ გაერთიანებული გვაქვს ლეიერები რა, მოკლედ ამიტომ ჯობია ყველა ვარიანტი უკვე აქედან. Image rotate და 90 გრადუსით დავატრიალოთ. ამ შემთხვევაში არ გჭირდება, იმიტომ რომ არა, ამ შემთხვევაში წარწერის მონიშნა არ გჭირდება და ვერც მოვნიშნავ წარწერას, იმიტომ რომ ერთ ფონზე გვაქვს უკვე გაერთიანებული, ცალკე არა გვაქვს, აი ნახე. მაშინ წარწერა თუ შენ წარწერა გჭირდება, მაშინ ცალკე უნდა შეინახო ლეიერად ის წარწერა კიდე დააკოპირო, ხო? მოკლედ ეს შევატრიალოთ image rotate. ანუ ჩვენ ახლა რატო ვატრიალებთ ამას? იმიტომ რომ ლოლოებივით რო დაეკიდოს ის ესეთნაირად უნდა გავაკეთოთ. წეხან ხომ ნახეთ გვერდიდან გაუჩნდა ის. ეხლა ესეთ ვარიანტში ნახეთ რო გავაკეთებ აი ამას ფილტრი, სტილი და wind. ნახეთ ეხლა უკვე okay. და კიდე გავიმეოროთ ეს, ნახეთ ფილტრი ან alt shift F ან კიდე ერთხელ გავიმეოროთ, რომ უფრო მეტი კიდე ერთხელ გავიმეოროთ, რომ უფრო მეტი ის გაჩნდეს, აი ესეთი რაღაც. ეხლა აგერ არის alt Ctrl F, alt Ctrl F. ან აგერ ფილტერი და აქედან გავი. თავიდან ეს არის სტილებში
ბოლოში wind. ეხლა მაქვთ თავის პოზიციას დავაბრუნოთ image rotate და უკვე is მეორე 90 გრადუსიანი და აი დადგა უკვე თავის პოზიციაზე და ნახეთ უკვე ქვემოთ გაჩნდა ეს ეფექტი რა. ეს გამოიწვია რომ შევატრიალეთ ასე ვთქვათ ნაწერი. ეხლა ნახეთ რა ვქნათ. აქ თვითონ ეხლა თუ მინდა მე ნაწერი მოვნიშნო, ნახეთ აქ აქვს ესეთი რაღაცა channel. იმიტომ რომ ეხლა ვარიანტი არ არის რომ აი ეს რამენაირად მოვნიშნოთ, ну შეიძლება იყოს რაღაცა გზა, მაგრამ უფრო მარტივი გზა რომ ეხლა აი ეს Ctrl-T ამას შანსი არ არის ვეღარ მონიშნავ. რატო? იმიტომ რომ ეს ცალკე არ არის, გაერთიანებულია. ამიტომ გადავდივარ channel-ებში და აი ამ ხელსაწყოთი ნახეთ დავაწყაპუნებ და უკვე ნახე აქ მონიშნა გაჩნდება ამაზე. აი ეხლა ეს უკვე მოინიშნაო. channel-ებში რო გადავედი, აი ამ წრეს დავაჭირე, ნახეთ წრეს. კი, და უკვე მოხდა მონიშნა. შემიძლია ასევე, ნახე, ეს შევინახო მე, ნახეთ, select, ანუ რახან მონიშნებზეა საუბარი, მისთვის განკუთვნილ მენიუში გადავდივარ, select და ნახეთ, save selection, შეინახეო მონიშნულიო. რომ სადმე გემერე გამომადგეს თქვა წარწერა, ხო? აი დავარქმევ ამას სახელი დაარქვიო, დავარქმევ ტექსტი, რაღაცას არ აქვს მნიშვნელობა და ოკეი. ეს შენახული მაქვს უკვე ეს წარწერა თუ დამჭირდა მოკლედ. ხო, ეხლა ნახეთ, მე შემიძლია ეს წარწერა კიდე გადავიტანო ახალ layer-ზე. აი თუ გავხსნი აქედან layers და შემიძლია თვითონ ჩამოვტვირთო, ნახეთ, select-დან აი უკვე load selection-ო ჩამოვტვირთეო ის მონიშნულიო. ან ამ შემთხვევაში შემიძლია Ctrl backspace დავაწვე და აი აქ დავარდება უკვე ის წარწერა, ნახეთ, ამას თუ მე გავთიშავ, ხა Ctrl D-ი მონიშნა გავთიშოთ, ამას თუ გავთიშავ, ნახეთ, აი ჩანს ხო ის წარწერა. იმიტომ რომ ეს წარწერა მე რო დავაკოპირე, Ctrl backspace-ით საშუალებით ახალ layer-ზე გადავიტანე. რო თუ დამჭირდა თვითონ წარწერას გამოვიყენე. მოკლედ ესე იგი ჩვენ აი აქედან აი პლუს ნიშნიდან აი ახალ layer-ს გავაკეთებ თუ დამჭირდა. ხო, ეხლა მოდი თვითონ ეს ლოლოების ეფექტი ხო დავადეთ. ეხლა მოდი სხვა ეფექტები გავაკეთოთ ამაზე. ეხლა სხვა ეფექტი რა იქნება? აი მაგალითად, ნახე, აქ არის ესეთი რაღაცა, ფილტრი და ნახეთ აქ არის ესეთი პიქსელ და კრისტალირებული ეფექტი. აი ნახეთ ესეთი ეფექტი. ეხლა ეს ძალიან დაკრისტალებულია და ამას ოკეი რომ მივცე, ნახეთ რა ეფექტი ექნება. ნუ ესეთი ეფექტი, მაგრამ შეიძლება ჩვენ აქ შევამციროთ აი ეს, ნახეთ ფილტრიდან პიქსელი და კრისტალი. ნახეთ Ctrl backspace იყო რომ მონიშნული ტექსტი ცალკე layer-ზე დააგდო. ახალ layer-ზე გადააგდო ის მონიშნული Ctrl backspace. ეხლა მოკლედ კიდე ერთი ეფექტი დავამატოთ, დაკრისტალება, ხო? რომ თითქოს აი ყინულის ეფექტი იქონდეს. შევდივარ აქ ფილტრში, პიქსელები და აი აქ არის კრისტალი. ეხლა ნახეთ რომ ეს ძალიან დაკრისტალებული იყო. და აი აქ მოდი შევამციროთ ცოტა, ნახე, 10 არის, ხო? მოდი შევამციროთ და დავიყვანოთ, ვთქვათ 5 იყოს. ანუ ის, აი ნახეთ, აი აქაც შეიცვალა. მოდი თუ დავწერთ მე აქ ნახეთ 20 სიტყვაზე, აი 20, ხო? ნახეთ, აი რა ძალიან ისეთი ის არის. აქაც ეფექტი არ აქვს მე, ნახეთ. უკვე აი ნახეთ, თითქოს დაკარგული არის ის წარწერაც და საერთოდ რაც არის, ხო? ამიტომ ესე იგი, რას ვაკეთებთ, ნახე, კრისტალის ზომას, დაკრისტალების ზომას უთითებით, ანუ ფილტრიდან, პიქსელ, და აქ დაკრისტალებაში, ანუ არ გამოვიდეს ოკეი, დააწვია თვითონ მოისნა, კროპი არის, ანუ აი ეს ეხლა ეს, ვთქვათ, არ მინდა ამ ხელა ფონი, ხო? მარტო წარწერა მინდა. აი კროპი რას აკეთებს? დავაჭირი ამ კროპს, ხო? აი ნახეთ.
აი მოვიყვან აი აქ ეს ახლა კუთხიდან წამოვიღე მე ქვემოდანაც აი ცალკე ესე წამოვიღებ მარტო წარწერა რომ მინდოდეს და მეტი არაფერი და ან enter-ს ან აი აქ თოლიას დავეთანხმები და დამიტოვებ სიმხელა წარწერას რა აი ეს ეხლა ესე იგი მე ვაკეთებდი აი ამ კრისტალის იმას ესე იგი ფილტრი pixel კრისტალ და ან ეს 20-ის ზომა დიდი იყო და აი 5-მდე შევამცირებ. აი ეს უკვე საკმარისია. საკმაოდ კარგია. ოკეი, ღილაკით. აი უკვე ნახეთ, თითქოს აი ესეთი რაღაცა ეფექტი მივიღეთ. აი ამით. ნუ მე კიდე ჩვენ ვიცით აი აქ ეფექტები მაგალითად. ეს შემეძლო მე აქაც გამეკეთებია ამაზე. და შემეძლო აი აქ რო ცალკე წარწერა დავაგდე მე იმ წარწერაზე გამეკეთებინე ეს ეფექტები იგივე აი ეს მაგალითად რაც აქედან გავაკეთე ფილტრი პიქსელი აი ეს დაკრისტალება და ასე შემდეგ ან ეხლა ნახეთ რა ხდება მე რო ეხლა აი აქ გადავედი ნახეთ fx-ი გათიშულია შეხედე გათიშულია ეს fx-ი ამიტომ ცალკე აი აქ რო გადავიტანე ეს წარწერა, ახლა იმ წარწერაზე დავდგები, უკვე fx-ი მუშაობს, ნახეთ, მუშაობს. ან ამას უნდა მოუხსნათ ეს ჩაკეტილობა, ნახეთ, აქ რო არის ჩაკეტილი. ორჯერ დავაწყაპუნებ, რომ fx-ი რო არ მუშაობს, ხედა, ოკეი, და აი ნახეთ, უკვე fx-ი ანუ ეს ეფექტების ღილაკი გახსნილია. მივხვდით ამას? ეს არის სტილები, ნახეთ. რა სტილებია ახლა ეს? ამობურცვა ფერი შეცვლა 1000 რაღაცა, მაგრამ აი ამაზე რახან ბოქლო მიადევს აი ამ layers, ნახეთ, ჩაკეტილია არ მუშაობს, აი, ხედავთ? ამიტომ ეს რომ აუხსნათ ეს ჩაკეტილობა. მე აქ ცალკე ვქონა შენახული ის წარწერა control backspace რო გადავიტანე. ან ეს რო არ მქონდეს თქო, მაგას ვამბობ, აი აქ როგორ ვიმუშაო. ორჯერ დაწკაპუნებით. ოკეი, ის მივცემ და ნახეთ ეს ბოქლომი აეხსნება. ბოქლომი რახან აეხსნა უკვე SFX-იც მოქმედებს. ხა რა არის SFX-ი? ანუ ეფექტებია. რა ეფექტებია ახლა ეს? აი ნახოთ ახლა რა ეფექტები არის ეს. 1000 ბევრნაირი ეფექტია. ამობურცვებია, ჭრდილებია და 1000 რაღაცა არის. აი ხა ნახოთ რა არის. ან აი აქ შემიძლია სილურჯეები მივცე, აი ოდნავ მოლურჯო თითქოს აი ეს ლოლუების ეფექტი უფრო მეტად გავაფორმო, მივხვდით? აი მაგალითად inner glow რას ნიშნავს? რომ აი ეს glow არის, ისა glow-ი რაღაცა რა. აი თითქოს აი ეს ოღონდ ნახეთ ეხლა შეხედეთ რა ხდება. ნახეთ ეფექტი სად მიიღო. შეხედეთ? ეფექტი მიიღო თვითონ მთლიანად layer-მა, ხედავ? რატომ მიიღო თვითონ მთლიანად layer-მა? იმიტომ მიიღო რომ მე წარწერაზე კი არ მუშაობ ახლა. ეს წარწერა რახან layer-ზეა, მთლიან layer-ზე მუშაობ და ნახე სად მიიღო ეს ეფექტი, ხედავთ? აი ამ layer-ზე მე. ამიტომ მე ის წარწერა მაგიტო შევინახე ცალკე. მაგრამ თქვათ ახლა ეს არ მაქვს. მოდი ისევ დავუბრუნდეთ ესეც საკითხს. ნახე. ესე იგი ეფექტების გაკეთება მინდა წარწერაზე. შევედი აი აქ fx-ებში. და ავირჩიე ერთ-ერთი ეფექტი, არ აქვს მნიშვნელობა რა ეფექტიც. ამ შემთხვევაში ავირჩიე ესეთი ეფექტი, inner glow. რაც აკეთებდა რაღაცაი ფერებს და მსგავს რაღაცებს მისცემდა. მაგრამ მე მინდა ეს ყველაფერი წარწერაზე გაკეთდეს. ესეთ შემთხვევაში ნახეთ, აი მოვნიშნე inner glow. მოვნიშნე. და აქ დაყენებული არის ლურჯი ფერები და რაღაცეები. რომელიც უნდა მიიღოს წარწერამ, მაგრამ რახან მე მარტო წარწერაზე კი არა, layer-ზე ვმუშაობ, შეხედეთ? იმიტომ რომ წარწერა ცალკე არ არის, layer-ზე მაქვს გაერთიანებული, იქ რო გავაერთიანეთ. ამიტომ წარწერაზე კი არ მუშაობს ეს ეფექტი, იმუშავა აი ნახეთ სილურჯეები და რაღაცეები თვითონ ფონს დაედო. ამიტომ რა უნდა გავაკეთო? წეხან რაც გავაკეთე. გადავიდე channel-ში, ანუ მე მინდა ახლა ავიღო აქედან მარტო წარწერა. წარწერა როგორ ავიღო მარტო ახლა? რომ ცალკე წარწერაზე ვიმუშაო.
კონტროლ T და მსგავსი რაღაცები აქ არ იმუშავებს თქო კიდე ერთხელ აღვნიშნე, იმიტომ რომ ნახეთ, აი მთლიანად ეს არის, აი ერთი ფონია, წარწერა არ არის ცალკე. ამიტომ გადავალ ჩანელებში, აი ამ ღილაკზე დავაწყაპუნებ, ნახეთ დავაწყაპუნებ. აი მოხდა მონიშნა წარწერის, ხედავთ რომ აციმციმდა რაღაც. გადავალ ისევ ლეიერებში და აი ამ წრეს ეხლა რაც გითხარით, აი ამ წრეს. შემდეგ ეხლა მოინიშნა წარწერა, ხედავთ რომ წარწერა მოინიშნა. სადღაც ხომ უნდა წავიღო ეხლა ეს წარწერა, ამიტომ ახალ მიკროფონები გამორთეთ. ხმაური მოდის. აი ნახეთ. აი ამ პლუს ღილაკს დავაჭერო, ახალი ლეიერი გავხსნა. და აი აქ წავიღო ეს წარწერა. როგორ წავიღო? Control Backspace-ით. აი ჩავარდა აი აქ წარწერა. რომ დავრწმუნდე, აი ამას გამორთავ და აი ნახეთ დარჩა წარწერა. ესე იგი წარწერაზე რომ ვიმუშაო, Control D-ით მოვხსნი მონიშნას, აღარ მჭირდება. და უკვე ცალკე წარწერა მაქვს მე. ამის შემდეგ გადავალ აი აქ ეფექტებში. ოღონდ წარწერაზე ვდგავარ უკვე, ნახეთ, მე ლეიერზე უკვე ცალკე ლეიერზე მაქვს წარწერა. და ამაზე შემიძლია ეს ეფექტები ყველაფერი მოვახდინო. აი, დავდგები აი ამ ლეიერზე. გადავალ აი აქ FX-ებში და ეხლა ავირჩევ რა ეფექტიც მინდა. რომ უკვე მარტო წარწერაზე იმუშავებს და არა მთლიანად ლეიერზე თავის ფონით დაიმით. მარტო წარწერაზე იმუშავებს ეს ყველაფერი. აი ნახოთ ეხლა აი ეს როგორ გაკეთდება. აი ავიღე ხა თუნდაც ის inner glow, თან ნახე შეხედეთ უკვე მხოლოდ წარწერაზე გაჩნდა, აი და არა მთელ ფონზე. ეხლა დავარეგულიროთ აი აქ. გამჭვირვალობა თუნდა გინდაც მოუმატოთ, გინდაც აი ეს ხმაური მოუკლოთ მთლიანად. აი აქ რაღაცეები შევცვალოთ. აი აქედანაც შეგვიძლია აი აქ ესენი შევცვალოთ, ნახოთ რომელი უფრო კარგად მუშაობს, აი სხვა ეფექტი დაედო ეხლა. აი ნახოთ აი ესეთი, აი აქ შეგვიძლია შევცვალოთ ეს სტილებიც. სხვადასხვა ვარიანტებია აი ეს. და აი ეს პარამეტრები შეგიძლია ცვალოთ და მოდიში აი აქ ვიღოთ ის ეფექტი, რაც გვინდა. აი დაახლოებით აი ეს ვარიანტი. აი ესეთნაირად. აი პარამეტრების ცვლილებთ რაღაცას მივიღოთ მოკლედ. ანუ მთავარია აი ეს ასე ვთქვათ მოქმედებები დავიმახსოვროთ. მოკლედ აი ეს კიდე მეორე ვარიანტი რა შეიძლება იყოს. ეს ერთი ვარიანტი რომ ტექსტი ესეთნაირად, ესე იგი მივეცით ქარის ეფექტი, მივეცით კრისტალის ეფექტი. შეგვიძლია ჩვენ როგორც შუშის ეფექტი ისე ავაწყოთ წარწერა, შუშის ეფექტი ისე ავაწყოთ წარწერა, აი ნახეთ, მოდი ახალს გავხსნი. და შუშა წარმოვიდგინოთ როგორც ყინული და რაღაც ეფექტები დავამატოთ, რომ რაღაც ყინულს დავამგვანოთ რა. ანუ ეს დამოკიდებული არის მსგავსი რაღაცები თქვენს მოხერხებულობაზე რა, ასე ვთქვათ. რამდენად შეძლებთ რომ აი ეს ეხლა ნახოთ აი თვითონ შუშის ეფექტით როგორ წარმოსახოთ, ასე ვთქვათ.
არა, როგორ არა, ეს ახლა რაღაცა ჭედავს კომპიუტერი თორე არ ვიცი რატომღაც ესე უჭირს. ვერ მივხვდი. Control-N. Control-N. აქ თვითონ გეუბნება ეს ყველაფერს, დააჭერა იმას, აი Control-N. აქეთ ამ ხარ ეს არის კლავიატურის კომბინაციები. აქაც მოდი Alt Backspace-ით ჩავასხათ შავი ფერი. ავიღოთ წარწერა თეთრი ფერის. აი აქედანვე. მივცეთ თეთრი ფერი წარწერას. აი კუთხეში ავიღოთ თეთრი ფერი. თავად გაპუნოთ. იყოს თავისივე მოცემული ტექსტი არ აქვს მნიშვნელობა. თუ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ Ctrl-T გავსდი ზომას. და ახლა რა შეიძლება გავაკეთოთ აი აქ. გავაერთიანოთ, ჯერ წარწერა არ მინდა გაერთიანება. მოდი აი აქ ავიღოთ ეს FX-ები, ისე სტილები და აი აქ ნახეთ, შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. Blend ანუ ამობურცვა და მსგავსი რაღაცები გავუკეთოთ, რომ მივიღოთ ესეთი ეფექტი. ნახეთ, აქ არის ესეთი რაღაცა bevel and emboss. bevel არის ეს ამობურცვა, ამოწევა. აი დავუყენოთ რაღაცა პარამეტრები. მაგალითად აი აქ ჩამოსტილებში არის გარეთა ამოწევა ესეთი, ინერი შიგნითა below emboss ანუ ორივე მხარეს ესეთი რაღაც გავუკეთოთ. ეს სიღრმე აი ამ იმის შეგვიძლია დავაყენოთ სადღაც 200-მდე. ზომა რაღაცები ანუ ესენი თქვენ თვითონ მერე რომ თქვენ ნახავთ რა რომ შეცვლით ამ პარამეტრებს. აი აქ მაგალითად შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ან ამაზე დავაჭიროთ და აქედან ჩამოთვლილებიდან მივცეთ ring. ან ამ შემთხვევაში ეს იგივეა რაც აი ეს. ამ შემთხვევაში აი ეს აირჩიო. რაღაცა პარამეტრები რასაც აქ უყურებთ ახლა ესეთები ავირჩიოთ. აი ამიტომ არის emboss არის ეს bevel-ი ეს ამობურცვა და ეგეთ რაღაცები. აქაც თვითონ ეს მათი ქვემენიუ ესეთ რაღაცა შეიცავს. აქაც მაგალითად შეგვიძლია ring მივცეთ. ჩამოშლილიდან ესეთი ეფექტით. მივიღებთ აი ამ ესეთ სტილს. და აქ შეგვიძლია ჩვენ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. შეხედეთ აი აქ ფილში მივცეთ ეს გამჭვირვალობა მთლიანად. ეს ახლა შავ ფონზე რამდენად გამოჩნდა როგორც შუშა. აი თითქოს აი ესეთი რაღაც. აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ჩვენ ამ სტილებში შეგვიძლია შევცვალოთ ესეთი რამ. სავარაუდოდ აი აქ ზედმეტი მივეცით. ნახოთ. აი აგერ არის fill. ან fill არის აი შიგ თავსი, ანუ შიდა ფონი ასე ვთქვათ. და იმ fill შეცვლით. აი აქ ეხა სავარაუდოდ აი ამ bevel-ში ჩვენ აი ეს depth-ში ძალიან დიდი გავუგზავნეთ და მაგის გამოა რომ აი ეს რაღაც პარამეტრები შევუმციროთ თუ არ მოგვეწონება. და მის შემდეგ შეგვიძლია ამას მივანიჭოთ ის ეფექტები, რაც თქვით ჩვენ ეს ქარის ეფექტი და მსგავსი რაღაც. არ მოგვეწონა სტილი, ნახეთ მარჯვენა ღილაკით. აქ არის ესეთი რაღაცა. თუ კაი სტილია და სხვაზეც გვინდა კოპირებას გავაკეთებთ, თუ კარგად აი copy layer სტილი და მე paste-ს გავაკეთებ, თუ არა და საერთოდ აი clear layer style. და ეს სტილები გავუქთება დაბრუნდება ისევ საწყისი ვარიანტი. ამის შემდეგ კიდევ გამოვიძახებ აი ამ და თავიდან შევარჩევ იმ პარამეტრებს, რა პარამეტრებიც მე მინდა რომ
დაემგვანოს აი შუშის ეფექტი გავაკეთო. ანუ კოპირებად შემიძლია რომ თავიდან მე არ ავაწყო ეს სტილები და სხვა ლეიერზე თუ მინდა კოპირებასაც გავაკეთებ და სხვა ლეიერზე ჩავაფეისტებ აი ამ სტილს თუ არა და წავშლით გავაუქმებ. მოდი დავტოვოთ ესე რაც არის. გაჩვენებთ. ოკეი. მოდი ახლა ამას ფილით მივცეთ გამჭვირვალობა, ნახოთ რა ეფექტი იქნება. აი ესე იყოს, უფრო ეს შუშის იმას რომ დაემგვანოს. და წაშლა როგორ იყო მარჯვენა ღილაკით, აი ამაზე და თუ მინდა დავაკოპირებ და სხვა ლეიერზეც გადავიტან paste-ით, თუ არა და clear-ს მივცემ და წავშლი. შემიძლია ახლა ეს Ctrl-1 გავაერთიანო ორივე და შემდეგ უკვე ის რაც გავაკეთე ამაზე მოვსინჯო, მაგალითად image rotate დავატრიალო. შემდეგ ფილტრებიდან ისევ აი აქ სტილი და პროსტორად პიქსელები და დაკრისტალებას არ ჯერ დაკრისტალებამდე ქარის ეფექტს ვუკეთებდით. სტილი და bind ისევ გავიმეორებთ თუ გვინდა ვთქვათ ესეთი შემდეგ საწყის მდგომარეობაში დავაბრუნებთ და ამის შემდეგ თუ გვინდა ვთქვათ ფილტრიდან აი აქ გავაკეთებთ აი ესეთ ანუ კომბინაციაში რომ მოვიყვანოთ მაგალითად თუ ბევრი არის მოდი ძალიან დიდი თუა ეს კრისტალური ისა პარამეტრი აი აქ შევცვლით 5-ის ნაცვლად დავწეროთ 3 და აი მეთქეთ ოკეი და აი თუ ეს უკეთესია მაშინ ამას დავტოვებ თუ არა და ისევ დავაბრუნებ საწყის პოზიციაზე როგორც თქვი თუ წარწერის აღება მინდა ჩანელებიდან ავიღებ აი აქ აი ამ ღილაკით შემდეგ ლეიერებში ახალ ლეიერს გავხსნი და Ctrl backspace-ით ჩავაგდებ Ctrl D მოვხსნი მონიშნას და ნუ ამაზე ვიმოქმედებ ისე მერე როგორც ახლა გავაკეთე აი მოკლედ თქვენ ორივე ვარიანტის ცადეთ აქ შეიძლება ჭრილების დაამატოთ და ასე ეს ასე ვთქვათ არის სტილები როგორც გითხარით stroke-ით გარეთ ახაზები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კარგით მოკლედ თუ რამე შეკითხვა გაქვთ მკითხეთ რა ჩაინიშნეთ რა ვერ ჩაინიშნეთ თუ არა და დაგემშვიდობებით